მოგესალმებით ჩვენი სასწავლო სტუდიის სახელით. დღეს განვიხილავ აი ამ დეტალის მოდელირებას სამ განზომილებაში. ჩვენ ნახეთ, როგორ შეიძლება ჭრილის გამოყენება და ხაზვის მეთოდით, ასე თქვათ, შექმნა ასეთი დეტალის. ახლა უშუალოდ მოდელირებას განვიხილავ. ამიტომ გავამახვილებ ყურადღებას იმას, რომ მნიშვნელოვანია ოდნავ მაინც წარმოდგენა გქონდეთ, რა თქმა უნდა, მოდელირების, გულისხმობ არქიკადს, არა ასეთი დეტალების მანდა მაინც, მაგალითად, კედელი, კოლონა, რიგელი, იატაკი მსგავსი ხელსაწყოების გამოყენება უნდა ვიცოდეთ 3D-ში, რომ გაგიადვილდეთ, რა თქმა უნდა. და სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენი ნებასურველი შეგიძლიათ მოისმინოთ და გაიმეოროთ მსგავსი დეტალის მოდელება. აქვე გავამახვილებ ყურადღებას, რომ სხვადასხვა მიმართულებიდან შეიძლება და სხვადასხვა საშუალებები შეიძლება იყოს გამოყენება მოდელირება. მე ერთ-ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ ასევე მოდელებაში. პირველი ბოქსი, რასაც დავხაზავ, იქნება ზომებში 90, 50, 34-ზე. რა თქმა უნდა, მორფზე იქნება ისევ საუბარი ხელსაწყო. ვამახვილებ ასევე ყურადღებას, რომ 22-ვე ვერსიაში ვმუშაობ ამჟამად და მსგავსი იქნება ოდნავ განსხვავებული ინტერფეისით, ზედა მენიუს ინტერფეისს გულისხმობ და მათ შორის ხელსაწყოთა სიას თუ სხვა ვერსიაში ხარ. მოკლედ, აი სათავე ლოკალურ კოორდინატთა სისტემის ამ სათავეში ვაწყაპებ. გადართვას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, კოლოფის ხაზვაზე და ვიწყებ დახაზვას. თუ მიმართულება ნებისმიერ მხარეს, სადაც გინდათ, მიაქცეთ ყურადღება, რომ მე ახლა ათეულებში ვარ, მაგალითად, მაუსის გამოწევის დროს ხედავთ იქ 47 თელს, გემოთ 52-ს. ვინმე შეიძლება იყოს აი ესეთ ზომაში, როგორც ასე თავიდან ასე იქნებით, ამიტომ ასევე დავიწყებ მე, რომ გაგიადვილდეთ, ვინც არიცით, ასე ვთქვათ, გორგოლაჭის ტრიალის დაყენებით ერთეულებში გადასვლა, ისე რომ კიდევ მე 1000-ეულებში ხედავთ ახლა მაუსზე რიცხვებს და ასევე გავაგზავნებ მე. 90 ჩავწერე ერთში, ტაბს დავაჭიდე კლავიატურაზე, 50 მეორე, enter-ს დავაჭიდე. ახლა სიმაღლის მაუსის ზემოთ ავწიე, 34 და enter-ს დავაჭიდე. ძალიან პატარა დეტალია, რომელიც ახლა არ ჩანს, იმიტომ რომ 1000-ეულში ვიყავით. როგორც გითხარით და გამოიყენეთ fit window. ეს ღილაკი ხშირად დაგჭირდებათ იწოდეთ. მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, მოდელირების დროს, რომ თუ დეტალი დავკარგე, ან ახლოს მოტანის დროს, როგორც ახლა დაიკარგა, აი ამ ღილაკს გამოვიყენო ხოლმე fit window-ს. გადაგზა შეიძლება გაგახსენოთ, მაგრამ ხშირად შეიძლება აღარ თქო fit window, ისე რომ თუ დეტალი დაინახეთ, რომ დაფიქსირდა ვიდეო ჩანაწერის დროს, ესე იგი გამოვიყენე აქ fit window. ну, რა თქმა უნდა, მაუსს თუ მიაქცევთ ყურადღებას არ გადავიტანეთ, დაინახავთ ამ ოპერაციას. ორი ხაზის ჩამატება დამჭირდება, ერთი ხაზი აი ამ ადგილას უნდა ჩავამატო, მეორე იქ და მეორე შეწმახვის სახით, ანუ ფაშფოლის სახით, მას შევწიე შიგნით ეს ნაწილი. 52 რომ გავიგო, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი რიცხვებია, მაინც გამოვიყენებ კალკულატორს. 90 მთლიანი სიგრძე არის ეს, გამოვაკლებ 52-ს და სხვაობას გავყოფ 2-ზე. ესე იგი 19 არის აი ამ ხაზის სიგრძე. გამოვიყენებ აქ guidelines, ვსეცნებ ველში და აქ ჩავწერ შესაბამის რიცხვს 19. ოკეი, დავაწყებ. ასევე ამავე მენიუში აქტიური მექნება აი ეს distance, სადაც ხედავთ 19 მმ-ს. ну shift და გორგოლაჭით გადავატრიალებ სივრცეს, რა თქმა უნდა და აი ამ კუთხიდან შევალ ამ ხაზზე, რომ დავინახო პირველი 19. დავაწყობებ აი ამაზე ადგილას. პირველ დაწყაბება მონიშნა გააკეთა და მეორე დაწყაბება უშუალოდ ამ წერტილში უნდა არ შეგეშალოთ გააკეთოთ. გადართვას ფანქარზე გავაკეთებ და ჩართვას გავაკეთებ აი ამ geometry მეთოდზე. ამაზე რო გადართავთ, ინსტრუმენტალური პანელი აქ შეიცვლება. ასეთივე უნდა იყოს, როგორცაც ხედავთ. მიმართულება ახლა ჩვენ კოორდინატ სისტემას ხედავთ, z-ი ზემოთ არის, x-ი აქეთ არის, y-ი აქეთ არის, აი y-ს მივყვები. ასეთი გაყოლებით ხედავთ მათ შორის ამ წვეთილ ხაზს. ну, მოლურჯო უფრო სწორედ წვეთილ ხაზს არა. შეხების პროცესის დროს ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ აუცილებლად, როდესაც მოხდა დააფიქსირებთ, ხაზი უნდა ჩაიხაზოს ამ მონაკვეთში. თუ იცოდეთ, ვერ მიაბჯინეთ ზუსტად ამ წიბოს, მაშინ შემდეგი ოპერაციები არ გამოგივათ. შევეხე აქეთ ამ მხრიდან გამოჩნდა ეს 19, დავაწყაბე ფანქარი უკვე აქტიურია, მოუყვები და ამ შავი ფანქრით ვეხები აქამდე და ვაწყაბებ. შევხვდებით აქ სამი სიფტყე და ამ პირველ სიფტყეში შიგნით ჩაწყაბების შედეგად აი ამ ინსტრუმენტალურ პანელში გავამახვილებ ყურადღებას, აი ეს პირველი უნდა იყოს ჩართული. ზემოთ ავწიეთ მაუსით და 12 მმ ჩავწერე. რატომ 12? ნახაში გვაქვს 12, ანუ აი სიმაღლე 12-ის ტოლია. იგივე ოპერაცია გავაკეთეთ მეორე სიფტყეზე. შიგნით ჩავაწყაბეთ სიფტყეზე, ავწიე ზემოთ 12 enter-ს დავაჭირე. სასწრაფო არ არის, მაგრამ ბარემ ჩავხაზოთ. აი ამ ხაზის ჩახაზვა მოგვიწევს ახლა, ამ ხაზის სიმაღლე 10 მმ-ია, ზუსტად იგივე ოპერაციებს ვიმეორებ. ფაცის შეყვანა რომ შევძლო, გამოყენება შემყავს ველში 10. ოკეი, ვამთავრებ. გახსნა აუცილებელია რომ მენიუში, მაგრამ მაინც ვამახვილებ ყურადღებას, რომ აქტიური დისტანცია უკვე 10 მმ-იანი იქნება.
შევდივარ ქვედა კუთხიდან წიბოს ვეხები გამოჩნდა პირველი 10 დავაწყაბე ამაზე და ფანქარი ისევ აქტიურია გამოხაზე და ამ ნაწილამდე ჩავხაზე. იგივე გავაკეთე მეორე მხარეს შემოვატრიალე შევეხე ქვედა მხრიდან პირველი 10 გამოჩნდა და მოვდივარ აქამდე ვაწყაბ. ეს კი რას ნიშნავს? პირველი 10 გამოჩნდა, კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზევიდან თუ შეეხებით, იქიდან გადათვლის 10-ს. ამ ხაზს მე გამოვიყენებ. თუმცა დრო მოამის. ეხლა ზედა დანაყოფი უნდა გავაკეთო, რომ მე ამოვწიოთ ზემოთ ეს მონაკვეთი, ანუ აი ესეთი ფორმა რო შევქმნათ, როგორც აქ არის. სიგანი 44-ია. დავიწყოთ გამოანგარიშება ისევ თლიან 90-ს. ჯერჯერობით თლიანი სიგრძე გვაქვს, დახრილი გვერდები ჯერ არც ერთი არ გვაქვს. გამოვაკელი 44 და მიღებული რიცხვი 46 გავყავით 2-ზე. 23 მიიღეთ, ანუ კუთხიდან აი ამ კუთხემდე, აი ეს ხაზი რო შექმნა 23 მმ მჭირდება. შევიტანე ესე ცვლება. შევდივარ გაიჩი, snap point-ში 10-ის ნაცვლად 23 წელი. და პროცედურა იგივე, ამ კუთხიდან შევეხე, გამოჩნდა პირველი 23, დავაწყაბე და გამოხაზე პირველი ხაზი. მე იმ მხრიდან შევეხე, დავაწყაბე გამოხაზე. მიაქცეთ ყურადღება შავი ფანქრით უნდა მოხდეს აქ შეკრა. თუ სადმე არ შეიკრა, ესე იგი შეცდომა დაუშვი და რა თქმა უნდა პრობლემა იქნება, კიდევ რომ ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებთ ოპერაციებს. ეხლა ეს 20-იან უნდა შევქმნათ, ანუ აი ეს ხაზი უნდა გავაკეთოთ. ეხლა მე მთლიანად ვატარებ აქ მაუსს, აქ ხაზი მარტო ამ მონაკვეთს ხედავთ პატარას, მაგრამ ჩვენ მთლიანი ხაზი გვექნება ეს. სიგანით 20. 50-ს 20 გამოვაკელით 30, სხვაობა გავყავით შუაზე და მივიღეთ 15 მმ ამ კუთხიდან. ისევ იგივე პროცედურა. შევდივართ snap-ში და წერთ აქ 15-ს. ვეხები ამ მხრიდან, გამოჩნდა პირველი 15 დავაწყაბეთ და გავხაზეთ იმ ნაწილამდე შავი ფანქრით. ამ მხრიდან შევეხე ახლა გამოჩნდა 15 დავაწყაბე და ანალოგიურად იქით გავწევ. ესე დანაყოფები უნდა ავწიოთ ახლა ზემოთ, რიცხვი გვაქვს გასაგები რამხელარი. მთლიანი სიმაღლე 60 არის, 34 გვაქვს ჩვენ ახლა დახაზული. მაინც გავაკეთებ კალკულატორზე, კიდე გავამეროთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივი რიცხვებია. 60 ვაკლებთ, აი 34-ს. რა ბოქსის სიმაღლე ჩვენ ახლა გვაქვს 26-ით უნდა ამოვწნე ხო ზემოთ. სულ 5 პოლიგონი, ანუ აი მკუთხი პოლიგონების გარდა დანარჩენი ზემოთ უნდა ამოვწიოთ იგივე პროცედურით. რიცხვი იყო 26. დავაწყაბეთ ამ პოლიგონზე და ანალოგიურად ფაშფოლით, აი ხელსაწყოთი ზოგი ექსკლუდირებას ეძახს ამას 26-ით ჩავწერე. გამოყევი დანარჩენ სიტყვებსაც. 26 მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ მონიშნულის დროს დააკვირდით იქ წიბოები ჩანს უკანა მხარეს. წიბოზე არ დაგეწკაფოთ იცოდეთ. ანუ შეგინეთ, როდესაც ვამბობ, ხაზზე არ უნდა მოხდეს არც წინა ხილულზე და არც უკანა მკდალ უხილავზე. ამაზეც დავაწყაბეთ 26. თუ აი ეს ინსტრუმენტი არ არის გამოსული, ან სხვანაირ პანელს ხედავთ, მაშინ ფანქარი შეიძლება ჩაერთოს, იგი უბრალოდ ვერ დააწყაბეთ სიტყვაში და გადაშეთ ახლან გაიმეორე. ამოწია ესეც 26 და დაგჭა ეს სიტყვა შემოვატრიალე. აი ყურეთ, აი ხაზზე რომ დავაწყაბო, ეხლა მაინც გავაკეთებ ყოველ შემთხვევაში ხედავთ ფანქარზე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეგონა რომ შიგნით სიტყვაში ჩავაწყაბე, რეალურად ხაზზე თუ მოგიხდებათ, რაც აღარ გითხარით, ეგ გამოგივა. და არა ეს ამოწრე ხო, რაც ახლა ვაკეთებ. ამოწიეთ 26-ით. ეს ხაზები დაბლა ჩამატებული გვაქვს, აი ეს ტიპო შეგვიძლია შიგნით შევწიოთ. თუ გავიგოთ, თავარია რა მანძილით გვჭირდება გადმოწება. 60 უნდა იყოს მანძილი აქედან აქამდე ჩვენ 90 გვაქვს. ნუ გავყავით რა თქმა უნდა, გამოვაკელით 30, გავყავით შუაზე 15 მივიღეთ. 15-ს მაგ გადავწიოთ ეს წიბო. ამ წიბოზე ვაწყაბებთ ამჟამად. გამოვდივართ ამ ფანქრის რეჟიმიდან, იმიტომ რომ ბოლოს ფანქრის რეჟიმი იყო გამოყენებული და ამ ეს შემოგთავაზა. გამოსვლაც გულისხმობს, რომ აი ამ ღილაკზე ვაწყაბებთ და ძირითად ინსტრუმენტებში რომ ბრუნდებით, ჩავთავთ რიგით მესამეს offset age. და მიმართულებას მიაქციეთ ყურადღება, რომ შიგნით უნდა შეიწიოს. ეხლა შეიძლება მსგავსი რაღაცა დაგემართოთ, დააკვირდით კოორდინატა სიტყვე უფრო სწორედ ამოტრიალდა, ანუ ვერტიკალურად ხედავთ ამ სიტყვეს. ასეთ შემთხვევაში მოდი ექსკებს დავაწვევი, რომ მაინც აგიხსნათ, რაც გულისხმობთ, რომ შორიდან არ ჩანს ეხლა კარგად. აი ამ სიტყვეზეა საუბარი. ამ სიტყვეს აქ ღილაკი, ამაზე დაწყაბებით შეგვიძლია მართვა გავაკეთოთ ამ სიტყვების. მაგალითად, ვერტიკალზე გადავთო იძულებითად, როდესაც ჭირდება. ან მაგალითად ჰორიზონტალურზე გადმორთო იძულებით, როდესაც ჭირდება. მოკლედ აი ამ ოპერაციების გაკეთება შესაძლოა, რომ დაგჭირდეთ, ისე რომ ვაგრძელებ.
დაწყებების შედეგად ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მოტრიალდება მანდამაინც, უკვე ფანქრიდან გამოსვლა თქვი, ამიტომ ისევე soft stage-ია ჩართული და ამ სიტყვას მიყვება ეხლა ზემოთ, ანუ წინ მინდა გავწიო და ვერ წევ, იმიტომ რომ ვერტიკალურად გადატრიალდა სიტყვე. დღეს არ დავიწყებ ამაზე საუბარს, ტექნიკურად შემიძლია გითხრათ, მხარეს აქვს მნიშვნელობა, საიდან შედიხართ ამ წიბოზე, ამიტომ შეიძლება გადატრიალდეს. მე ხა სპეციალურად გავაკეთე ესე, რომ ვერტიკალურად გადატრიალებულიყო, რათა საჭირო შემთხვევაში თქვენ შეძლოთ ამ მოდელების გაგზავნება. ჰორიზონტალზე გადართეთ, როგორც გაჩვენეთ, თუ გინდათ, რომ იქით შეიცვალოს და ხედავთ უკვე როგორ აქეთ იწევა ეს სიფრე. ჩავწერეთ 15 და დავაჭირე Enter-ს. მივიღეთ შესაბამისი დახრა. ეხლა რა არის აქ მნიშვნელოვანი ფაქტი არის ასეთი, ეს გვერდი რომ გადავხარეთ, მთლიანად არ დაიხარა. მთლიანად არ დაიხარა, იმიტომ რომ ორ ნაწილად იყო განყოფილი ეს და ქვედა მხარე. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ ეს როგორც ერთი მთელი სიტყვე. დავუბრუნებ უკან მოქმედებას. ესე იგი, მსგავსი პრობლემა შეიძლება დახვდეს ჩვენ დაუნებურად. რეალურად ჩვენ აქ არ აგვაქვს ხაზი, როგორც ერთი სიტყვე ისია პროგრამისათვის. მაგრამ შესაბამისი ქმედების დროს ასეთი ქმედება შესაძლებელია პროგრამამ კიდე გავიმეორებ ჩვენგან დამოუკიდებლად შეასრულოს, რომ ასე ვთქვათ, არ დახაროს მთლიანად ეს სიტყვე. გამოსავალი სხვადასხვა არის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვნახოთ მე ის გამოსავალიც, მოკლედ გადავიყვან კიდევ ერთხელ რომ გაჩვენოთ, ესე იგი ჰორიზონტალზე და დახრის დროს ხედავთ, რომ მთლიანად არ მოყვება სიტყვე, არამედ იქ ხაზს აჩენს დამატებით. აი რიცხვი ჩაწერის გარეშე ვამბობ, აი ამ ხაზს. ეხლა ასეთი ხაზი რომ წავშალოთ, რა მოხდება მაშინ ასეთ შემთხვევაში, ხო? ნუ ასეთ შემთხვევაში ხაზი შეგიძლიათ ცალკე მონიშნოთ, დაუშვათ, მოხსნათ მონიშნო ამ ფანქარს უკაცრავად, აი ამ შავ ხელსაწყოს ისარს ესე რომ ვთქვა. კიდე თეთრი მართვის საშუალება ისრის, ну, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივ ენაზე ვამბობ, სადაც წიბო შეიძლება მოინიშნოს და delete-ით წაიშალოს. მაგრამ ასეთი წაშლა რომ გააკეთოთ, საერთოდ სიტყვე გეკარგებათ მე. იმიტომ რომ მისი არსებობა იქ მნიშვნელოვანი იყო. ვაბრუნებ უკან მოქმედებებს და ვინაიდან პროგრამა არ გვაძლევს ეხლა ამის საშუალებას, რომ შესაბამისი დახრა გავაკეთოთ ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მოდი აქედან მოვსინჯოთ იგივე პროცედურა. და დაუშვათ აი აქედან, რომ ამ წიბოს შეწევა გავაკეთოთ. ეხლა უკვე თეთრი ფანქრით ვცდილობ იგივეს, ხედავთ, რომ აბსოლუტურად მსგავსი პროცედურა ხდება, ანუ ქვემოთ რჩება ეს სიტყვე, ანუ ფაქტობრივად არ გვაძლევს კიდევ მერე ამის დახრის საშუალებას. ну ჯერჯერობით მაინც შევწიოთ 15-ით ერთი მხარე და 15-ით მეორე მხარე. როდესაც ამ თეთრ ისრიან ხელსაწყო გაქვს ჩართული, ანუ მონიშნის, მხოლოდ ასე ვთქვათ, მორფისთვის გამოიყენება ეს თერთავიანი, მანდამაინც აუცილებლად არ წარმოადგენს, ამიტომ მოდით ხელახლა მოვნიშნავ, ისევე როგორც იყო და ანალოგიურად გავაკეთებ offset age-ის გამოყენებას. так, ფილაკი გადავრთო ჰორიზონტალზე. მოვიტანე ახლოს, წინ შევწევ, 15 შევწევ, Enter-ს დავაწყებ. ნიშნული მჭირდებოდა ეხლა რა თქმა უნდა ამ 15-ის რომ მე შემდგომ ასე ვთქვათ ჩაჭრა გავაკეთო და ამ ჩაჭრაზე უკვე ცალკე ვისაუბროთ, მე ბოლოს ჩავაჭრე. ჩვენ ეხლა დავასრულოთ ძირითადი ნაწილი, აი ეს ოვალური ფორმა გავაკეთოთ. რადიუსი 15 აქვს. რაც გულისხმობს რომ სიგანე 30-ია. ჩვენ უკვე ეს ხაზი შემოწეული გვაქვს 46 ზომით. რახან 30-ია, 46, 30 გამოვაკლოთ 16-ის ხოვობა 8 მმ-ია ეს სიგანე. იგივე პროცედურებს ვიმეორებ. ჯერ დავამთავროთ ისაც ძირითადად თვით და მერე დაანჩენს უკვე ჩაჭრას გავაკეთებ. ეს კი 8 მმ-ით გვინდა აქედან შესვლა. პროცედურა ისევ იგივე. რვიანი ჩავწერეთ. მაინც ვამახვილებ ყურადღებას, რომ აქტიური ეს ამაკ დისტანცია. შევეხეთ წიბოს გამოჩნდა დავაწყაბე. ბოლოს რა თქმა უნდა ქონდა გამოყენებული სხვა ქმედება, ამიტომ გადავრთე აუცილებლად პანკარზე და შესაბამისი ხაზით, ანუ აქ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჯეომეტრი მეთოდში ჩართული არის ეს, გამოვხაზეთ ერთი ხაზი აქ, შავი პანკრით. იგივე იქიდან მხრიდან გავაკეთეთ. გამოვხაზეთ. აქ ცუდი მდგომარეობა მაქვს, მოვატრიალებ ცოტა, იმიტომ რომ ხაზები იკვეთებოდა და შეიძლება სხვა ადგილად გადავარდნილიყო. ჩავხაზეთ და ეხლა ეს ნაწილი უნდა ჩავიტანოთ დაბლად 15-ით. 30 დავჭრა, ბაშულს ვაკეთებ, 15 ჩავწერე. იგივე მეორე მხარეს. და წიბოების მომღვალება გავაკეთოთ. ეხლა ამ წიბოზე ვაწყაბებთ. დავდივართ ფანგრის რეჟიმიდან, შევდივართ აი ამ ღილაკში. ჩემფერი ფილეტია, ჩემფერია, ფილეტი გვექნება აქტიური
და ჩავწეროთ 15 რადიუსისათვის. ოკეი. 14 მინიმუმი შემომთავაზა თვითონ, შესაძლოა ანგარიში არ გავაკეთეს, სწორად შესაძლებელია ესაც. 14 შემომთავაზა თვითონ, კიდევ 15 შემომთავაზა ახლა ამ ჯერზე. ну, კარგი, ესე გამოიყენა, ვინაიდან ეს არ არის, მანდ მაინც ხაზის ხელსაწყო. შესაძლოა მეაურე, მაგრამ არ ამგონია რეალურად სავარაუდოდ 15-ია ისევ. მოდი. გამოიყენებ, აბა, პირობითად საშუალოს ავიღებ 13 მმ, თვითონ შემომთავაზა უკვე 13. აქაც 13, ესე იგი ანგარიში აურია მე როგორც ჩანს. ну, არა უშავს, ყოველ შემთხვევაში შინაარსი ნახეთ. აქ შეიძლება სხვა მეთოდის გამოყენებაც, ცილინდრის ჩახაზვა, რა თქმა უნდა, ამოჭრის გაკეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ძირითად, ასე ვთქვათ, ნაწილს შევეხეთ. თუ როგორ შეიძლება ასეთი ოპერაციებით, ანუ რედაქტირებით მისი გამოყენება. და როგორც აღნიშნე, დაგჭა ეს მონაკვეთი, რომ დახრილი იყოს აი ამ ხაზიდან, აი ამ ადგილიდან, დახრილი რო კონდეს, ჩაჭრა უნდა გავაკეთოთ, ამიტომ გადავიდეთ სართულის გეგმაზე. ეხლა მნიშვნელოვანი რომ ეს ფასადის ხაზები მუშაობაში შეგიშლეთ ხელს, ამიტომ elevation-ში მონიშნეთ პირველიდან shift-ით მეოთხეს ჩართული, დააჭირეთ delete და წაშალეთ. და მოძებნეთ, რომელ სართულზე გაქვთ დახაზული ხაზის, ანუ 3D-ში რომ დავიწყე მოდელება, არ გავამახვილა ყურადღება, რომელ სართულზე იხაზებოდა, ამიტომ დააჭირეთ ამ ღილაკს და თუ აღმოჩნდა, რომ ground floor-ზე, ესე იგი ground floor-ზე გაქვთ. თუ არა, გადადით მაშინ one story-ზე, დააჭირეთ ხელახლა და მოკლედ მოძებნით, რომელ სართულზეა. ჩემ შემთხვევაში ground floor-ზეა დახაზული. ამისათვის დაგჭირდება ახლა ჭრილის გატარება. პრინციპში ფასადა ჭრილი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მოდი ფასადის ხაზი გამოვიყენოთ, მეორე ხელსაწყო. აი გავამახვილებ ყურადღებას პირველია ჩართული და პირველი range. შევეხეთ ამ წერტილს, ცოტა ხანი დაელოდეთ, რომ ლურჯი ხაზი გამოჩნდეს და წყაბით ჰორიზონტალური ხაზი გაატარეთ და მიმართულება იმ მიმართულებით. შეიქმნება ახალი elevation, შედით ამ elevation-ში დაინახოთ თქვენ გაკეთებულ დეტალს. აქაც რა თქმა უნდა თავისთავად აი ესეთი სიახლოვე გჭირდება. და რაც არის ახლა მნიშვნელოვანი, ჩვენ აქ ვერ ხედავთ იმ წერტილს სანამ არ მონიშნავ. თუ მონიშნავ, მე გამოჩნდება. ეს არის ეს წერტილი, ანუ აი იქიდან ყოფილიყო ეს დახრა. ვაკეთებ შესაბამის ოპერაციას, ნაჯახი ჩავთეთ. დავაწყაბეთ ამ წერტილში. მე ამ წერტილში. და მხარე აქე დავაწყაბოთ. ხარო ფაქტი გვაქვს ახლა იქ რომ ჩვენი არქიტექტორ ეს რაღაცა ვინც ჩემთან სწავლობთ იცით და ვამახვილებ ხოლმე პრობლემებზე ყურადღებას რომ სხვადასხვა ვერსიებში ზოგჯერ რაღაცის შეცვლის დროს სხვაგან ხარვეზი გამოძდეთ მოკლედ არ მუშაობს ახლა თუმცა თქვენთან მოსინჯეს შეცვლება თქვენთან 28-ში იქნება 27-ში იმუშაოს ფასადში ჭრამ თუ არა და მაშინ 3D-ში გავაკეთოთ იგივე ოპერაცია ამ ოპერაციისათვის რა თქმა უნდა ანალოგიურად მოვნიშნოთ ეს ფიგურა ჩავთოთ ნაჯახი და სამი წერტილი გამოიყენეთ. ერთი წერტილი აქ დააწყაბეთ, აქ სივრცეში ხარ და სამი წერტილი გჭირდება. ერთი წერტილი აი ეს კუთხე იქნება და მესამე უბრალოდ მეორე ეს იყო და მესამე აი ამ კუთხის წერტილი იქნება. გამექცა ახლა მაუსით, ამიტომ მომიწია დაბრუნება უკან და escape-ით გავშევ, ახლიდან გავამეორი მეორე. ჯობია ხოლმე თავიდანვე პოზიცია დააყენოთ, ეხლა ჩემთან გადაკვეთილი იყო სხვა წერტილი ამ ადგილაზე. უშნო პოზიციაში იყო ფაქტიურად ხელმეუწვდომი. ისე რომ გავიმეორებ, ერთი წერტილი ამაქვე დავაწყაბეთ, მეორე აქ ისე მომიხდა ცუდად ხელი, ახლიდან escape-ით გავთიშე. საერთოდ ძალიან პატარა დეტალების მოდელირება არქიკადში რა თქმა უნდა შედარებით რთულია. ვერ შვება ისე. გარბის ხოლმე როგორც ეს. ხელსაწყო ვერ ვუდგები ამ წერტილს. და აიგარ მესამე გვექნება ამ ადგილას. ხარე რომელიც გინდა დააწყაბეთ და დაინახოთ რომ მოინიშნება ესეთი ნაწილი, delete შეგიძლიათ დააჭიროთ და მივიღეთ ეს დახრილი მონაკვეთი. იგივეს ვაკეთებთ ამ მეორე მხარეს. მოვნიშნეთ დეტალი წინასწარ. ну ერთი წერტილი, ორი წერტილი, აი ეს წერტილი ცუდ პოზიციაშია ვატრიალებ. და ცუდ პოზიციაზე როგორ ხვდებით აი ამ ხაზებთან ახლოს იკვეთება და შეიძლება სხვა ხაზზე მოხვდეს ხელი. გამოყენების დროს. თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პირველი, რომელი მეორე, რომელი მესამე. პირველი, მეორე, მესამე წერტილი. თუ არასწორად დააწყაბეთ, მეოთხე გარეთ ვაწყაბებ, თუ არასწორად დააწყაბეთ, მაგას როგორც ეხლა ხედავთ, ხო? დაინახოთ, რომ სხვა მიმართულებით გაიჭირა. დააბრუნეთ მოქმედება უკან და ხელახლა გაიმეორეთ. მაგალითად, პირველი წერტილი ამ კუთხეში, აი გამირბის მაუსი.
ეს წერტილი ამ კუთხეში მექნება, მეორე აქ, მესამე საკითხი მოატრიალებს შევცვლი ახლა თანმიმდევრობას. ხარი აქეთ გარეთ და დავინახეთ მოჭრილი ეს მონებათი. დელეს დავაჭერთ. ხოლმე როგორც უფრო გაგიადულდებათ, ისეთი სამი წერტილი უნდა იყოს 1 2 3, როგორც გაგიადულდებათ კონკრეტულ შემთხვევაში ისე შეასრულეთ. მოკლედ აი ეს იყო ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შემოგთავაზებ პირდაპირ 3D-ში მოდელირებისათვის.